გამარჯობათ, მოგესალმებით სულ ყველას მეგობრებო. ქრისტიანს და ყველას გილოცავთ აღდგომას. აღდგომის დღეების მერე მე არ ჩამიწერია ვიდეო. ყველას რა ვიცი, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ რა საგიჟეთში, რაც საქართველოში რაც ხდება. მოკლედ, გუშინ თუ იმის წინ მე მგონი, პროპაგანდონმა, ტელეარხმა ერთ-ერთმა ოცნების გადმოსცა ესეთი ნიუსი, რომ Starbucks-ი შემოდის საქართველოში. ახლა ამის ფოტოსაც ამოვაგდებ, აი ესეთი იმითი აღტაცებით და ოვაციით, რომ თან იქ თავისებური ის აქვს, რაღაც სპეციალური გაიდლაინები, რომ როგორ უნდა წარმოთქვან, როგორ უნდა თქვან ხალხთან, რომ ხალხის ყურადღებამდე ისე მივიდეს, რომ საინტერესოდ და დამაჯერებელი აღმოჩნდეს და აი ესეთი ინფორმაცია არის, რომ Starbucks-ი საქართველოში შემოდის და Starbucks-ი ეს არის კომპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქვეყნებში შედის, სადაც დაცულობის უმაღლესი პიკია, სადაც არაფერი არ ხდება, სადაც საშიში არაფერი არ არის და ასე რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის. აი ესეთ ზღაპრებში აცხოვრებენ საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ. ახლა ბევრი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორს იყენებს იმისთვის, რომ უბრალოდ ჩართოს, უყუროს და რაღაც ელემენტარულად რელაქსი განიცადოს და შეიძლება არც იყოს მოცნების მხარდამჭერი და არანაირი ის არ ქონდეს რაღაცა მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, მაგრამ რაღაც ჩვეულებრივი გლეხი იყოს ადამიანი, რომელიც რაღაცა მოვიდა სახში, დაიღალა, ჩართო ტელევიზორი და უყურებს ამ ინფორმაციას და რა უნდა დაიჯეროს ახლა იმ ადამიანმა, რა რომ აი ახლა ეს რაღაცა რომ შემოვიდა, შემოდის, ესე იგი საქართველოს ამის მერე გაფრთხილდება, განათდება, ეკონომიკა აყვავდება, ну, თქვენის ვარაუდებით და თქვენის თქმით ეკონომიკა პიკს აღწევს უკვე, მაგრამ რავი, ხალხის არც ჯიბეს ეტყობა და არც ხალხის ცხოვრებას არ ეტყობა ეკონომიკური მდგომარეობა. ვისაც კი რამე აქვს შესაძლებლობა და ვისაც კი ან სახლი აქვს, ან რაღაცა ნორმალური მანქანა ყავს, 80% ყველა ბანკებით და ბანკის სესხებით არიან დამოკიდებულები ბანკებზე და აი ესეთი რაღაცები რატო ყვებავთ თქვენ ზაღლიშვილები ამ ხალხს მითხარი. ამდენი აი დღეს უყურებდი რა რომ მშობლები მივიდნენ პარლამენტთან ირაკლი ყობახიძესთან გვინდა უშეხვედრაო რომ მოკლედო ჩვენი შვილებიო რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობით დაავადებულნი არიანო გვინდაო რომ გამოვიდეს გახსნის პასუხი რა. მოკლედ არ იკადრეს რა, არავინ არ შეუშვა იქ კი არა, ახლოსაც არ მიიკარეს ბავშვები ეტლებით იყვნენ მისულები. ანუ ელემენტარული აი ესეთი პროპაგანდონი არხები რატო არსებობს მე ვერ ხვდები. მე დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა სხვა მთავრობა მოვიდეს, რაც არ უნდა სხვა რაღაცა შეიცვალოს საქართველოში ისეთი რაიმე მოხდეს, რომ ვითომ აი შეიცვალა და გვეშველა, ну ესეთი არხები ყოველთვის იქნებიან მეგობრებო, მთავრობის გამправებლები, მთავრობის მლოკველები და ესეთ ნიუსებს გამოაცხობენ ხოლმე, ვითომ იტყვიან რომ რაღაცა ისეთი შემოდის ახლა ინვესტიცია და კომპანიები რომ საქართველოში რომ ჩვენ გამდიდრდებით ამის მერე და უფრო გვეშველება და სხვათა შორის რუსთავი ორს ეს პირველად არ გაუკეთებია
და ერთი აი ესეთი ცინიკური ვიდეო აქვს გაკეთებული, აი ხალხის რომ აბოლებენ, რასაც ქვია თვითონ. Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია. უახლესი smartphone კორეადან საგანგებო დაცვით ჩამოიტანეს. უკვე ცნობილია Samsung-ის უახლესი ტელეფონის პირველი მფლობელის ვინაობაც. თბილისში Samsung Galaxy S4 დალუქული кейსით დაცვის თანხლებით ჩამოიტანეს. კორეა თბილისის რეის საგანგებოდ მომზადებულები დახვდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის განსაკუთრებული ზომები დღის 2 საათისთვის მიიღეს. დაცვის პოლიციის ესკორტს აეროპორტის გზაზე კიდევ ერთი საგანგებო კორტეჟი შეუერთდა. ნუ აი ესეთი ვიდეო არის და მოკლედ ადრე რა Samsung Galaxy ჩამოგვიტანეს და ემეთი რა თელი დაცვით, ექსპორტებით და რაღაცა სპეცრაზმენები ჩამოყოლია მოკლედ რა Samsung Galaxy და აი ესეთ ნიუსებს ასხობს ზოგადად დღევანდელი ტელევიზია, რომ ხალხის აზროვნება მაქსიმალურად გადაიტანონ, რავი, ეს ჩემი აზრით რაღაცა ერთ-ერთი ფსიქოლოგიური გამოკიდებულება არის და ვიღაცა ფსიქოლოგებთან გადიან თან რა ქვია არა გამოკითხებს აბა როგორ ვქნათ რა გავაკეთოთ ამ ხალხს როგორ გადაუტრიალოთ ეხლა და რანაირად შეიძლება რომ დღევანდელი პრობლემები და ცოტა პოზიტივი დავანახოთ და ესეთ რაღაცებს მე მგონი ესეთ რაღაცებს უყვებიან რა ხალხს აბდებილებენ აბოლებენ აი რუსთავიორის რომელიმე წამყვანმა გამოხატოს ინიციატივა და თქვას რომ აი სახელმწიფოსთან მივიდეს და თქვა შეეხო სახელმწიფოს და თქვას რომ რატომ არ არიან დღეისობით რატო არ უნდა არსებობდეს აი სიმსივნით დაავადებულები რომლებსაც ესაჭიროებათ საზღვარგარეთ კურდალობა რომლებსაც ესაჭიროებთ სხვადასხვა გადაუდებელი ისეთი კრიტიკული დახმარებები თუნდაც გადანერგვა ორგანოების ტრანსლაპტაციები თუ რაც ქვია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს, რატომ არ უნდა იღებდეს სახელმწიფო ხაზინა თავისი იმიდან, რა ქვია, ხაზინიდან რაღაცა გარკვეული თანხებს და რატო არ უნდა აფინანსდებოდეს ეს ადამიანები? რატო უნდა იყოს გამათხოვრებულად ქცეული ის გაუბედურებული ადამიანი, რომლის შვილიც თუნდაც რაღაცა იტანჯება ამ ვითომ და დედააფეთქებულ კლინიკებში და დედააფეთქებულ იმებში საავადმყოფოებში ხო ამათმა ხო გამაწამეს რა ესენი არიან რა ვიცი ჩვეულებრივი სატანისტები რა კლინიკაში ვინებიც არიან კითხავი არ ვიცი რა ზოგი არ ვიცი რა და აღარ მინდა შემოგინებ არავის რა ხო და რატო უნდა იტანჯებოდეს ხო და როცა არსებობს საშუალება სადღაც უფრო მაღალკვალიფიციური ექიმები და სხვადასხვა ისინი და არა აქვს საშუალება რატო უნდა მათხოვრობდეს ონლაინ ეს ადამიანი რატო უნდა გქონდეს მაგის საშუალება მაგის ისა რა ქვია სიტუაცია დაყენებული გამოყავით თქვენი დედავატირე ჯიბი ამოიღეთ ცოტა მოითხელეთ რაღაცეები და მიეცით ამ ხალხს რომ ელემენტარული არის რა რომ თავიანთი სიცოცხლე განარამდენია საქართველოში მაგისთან და თუნდაც აი ესეთი კრიტიკულად დაავადებული ადამიანები რომ რომლის გადარჩენაც შეიძლება კაი შეიძლება ვიღაც ისი არ შეიძლებაოდეს უკვე მერვე სტადიაში კონდეს სიმსივნე და უკვე რაღაცა უკვე მთლიანად ორგანიზმზე იყოს დამპალი მოდებული და რაღაცა და ასე შემდეგ და იმისთვის უკვე აზრი არ იყოს მაგრამ არიან და ბავშვები მაგალითად რამდენი ლეიკემიით დაავადებულები რამდენი რომ რატო არ აკეთებთ მასეთ რაღაცას რომ ელემენტარულად დაუფინანსოთ ყველანაირი სამედიცინო მოხმარება და ესეთი რაღაცა სისულელეები და სირობებით ყვება ხალხს თქვენი დედავატირე მე თქვენი დამაარსებლის მართლა და მართლა რა და ამას მე ვინც ამას იტყვის რომ აიო Starbucks-ი შემოვდის საქართველოშიო და ხვალიდან გვეშველებაო ის მართლა დებილი ყოფილა რა ვიცი რა აი ხალხს აცხოვრებენ რაღაცა ცირკში, სპექტაკლში, ვაკუუმში, ყოველდღიურ აი ერთნაირ რუტინაში
დღეს ვიღაცა ხაბეიშვილი დაიჭირეს, მეორე დღეს სააკაშვილმა გააკუა, მესამე დღეს ისხნა, მეოთხე დღეს აგერ სტარბაქსში შემოვიდა, მე უცებ ის მოხდა, ეს მოხდა, აი ეს არასდროს არ დასრულდება. ეს ყოველთვის მასა იქნება რა საქართველოში. აი ყოველთვის ეს სიტუაცია იქნება და არანაირი დასასრული ამას არ იქნება. ყოველთვის ვიძახი ჩვენ და საუბედუროთ საქართველოში სანამდე ისეთი პროცესები არ განვითარდება, რაც შეიძლება მტკივნეული იყოს ქართველი ერისთვის და მოტანილი იქნას სახელმწიფოს მხრიდან და თუნდაც თითოეული ქართველის მხრიდან, რომელსაც ფეხზე კიდია და აი ესე რომ მიყვება თავის ცხოვრებას და რუტინულად და მაინც რომ ერთი და იგივე როიციან ვინც არის ამის თავი და თავში რომ ურწყავენ და როიციან ვინც არის ამის და თავი და მაინც რომ იმ პიროვნებასთან მიდის და მაინც რომ იმას რომ ხმას რომ აძლევს და რომ ეუბნება ხო კი ბატონო კი აბა სხვავინ ელემენტარული აი ჯარიმებში რო აღჩვენთ ხალხს რატო არა გაქვთ აი ეს გააზრებული რომ ჯარიმები ელემენტარული ეს პოლიციის ჯარიმები თუნდაც ეს მერიის ჯარიმები შეამციროთ კაცო დგომაგაჩერებაზე 50 ლარი რო არის რამდენი ტაქსის მძღოლი რამდენი ტაქსის მძღოლია რომ ზოგ საერთოდ მოხუცები არიან ხარჯ შესული ტაქსისგოლები არიან არც SMS-იც არც მისდით და საურავზე და ხანსად უშვებენ და ხანსად და კავალურ ვალებს შეაგდებენ თქვენ ხალხი რო არ გიყვართ გასაგებია მაგრამ ჯოჯოხეთიდან მოვლენილები ხართ მართლა და მართლა აი როდემდე უნდა იყოს ხალხი ესეთ იმაში რა არის ალბათ იქამდე სანამდე მართლა რაღაც ისეთი არ მოხდება რომ რამე შეიძლება რაღაცა აფეთქოს რამე აქ რა საქართველოში რა და მოკლედ რა კარგით აი ეს მინდოდა რა ხალხო და სტარბაქსი არის ჩვეულებრივი ყავა რავი გინდა ლავაზაში დაგილებია გინდა იმაში გინდა ამაში აზრი არ აქვს ყავა ისიც შავია ესეც შავია ერთი არის რა კაროჩე რა და რაღაც სასწაული ეგ არის აბა კარგად